ამ ეტაპისთვის არანაირი პრობიოტიკული შტამის დამატებამ ალერგიული დაავადების პრევენცია არ გამოიწვია. არა. არც ორ სულთან და არც თვითონ ახალშობილთან. აქ ლაპარაკია ბუნებრივი გარემო შეიქმნას ისეთი და არა ხელოვნური დანამატების დამატება. ეს არ არის სწორი მიდგომა. პრობიოტიკებს სადაც აქვს ამ ეტაპისთვის მოდების წერტილი აქვთ, ვირუსთან ასოცირებული დიარეა, ანტიბიოტიკთან ასოცირებული დიარეა, რაღაც წყლოვანი ნეკროზული ენტეროკოლიტი ჩვილებში, იქ დადგენილია და წყალგაუვალია მათი პოზიტიური გავლენა. ოღონდ იქიც რაღაც შტამთან დამოკიდებულია და ყველა შტამი ერთნაირად არ გამოგვადგება. ალერგიულ დაავადებათა პრევენციაში ჯერჯერობით ნაკლოვანებას განვესდით მტკიცებითი მედიცინის კუთხით მათი სარგებლის შესახებ. არის კვლევები 100-დან 50 ამბობს, რომ პოზიტიურია და მეორე 50 ამბობს, რომ არავითარი გავლენა პლაცებოსთან შედარებით აქ არ იყო. ამიტომ იმდენად კონტრავერსიული, ანუ ურთიერთსაწინააღმდეგოა მარტივად ვთქვათ ეს კვლევები, ინტერვენციას ჯერჯერობით არ განვიხილავთ. აი ხშირად არის ჩემს ყოველდღიურ პრაქტიკაზე რომ გადაიტანო, რომ ზოგჯერ უჩნდება ცდუნება ფარმაკოლოგიურ კომპანიას, რომ მე შემოვიტანე ეს და აი ხო არის ეს, რომ ალერგიას ძალიან ეხმარება და გთხოვ გამოიყენო ეს და მომთხოვენ ხოლმე ამას. Ну, რასაკვირველია, ხა ჩემთვის ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ეს იყოს მართლა დასაბუთებული, მართლა და პოლიპრაგმაზიაში არ გადავარდე, რომ ბევრი წამალი არ დაუწერო ჩემს პაციენტებს. მე სამწუხაროდ ამ ეტაპისთვის არ მყოფნის ინფორმაცია როგორც ექიმს, რომ ჩემი დანიშნულების ნაწილი გახდეს რუტინულად, ხანგრძლივად მით უმეტეს პრობიოტიკის დამატება. აქ ლაბორატორია თუნდაც პრებიოტიკების კვებაში ჩართვაზე, რომლებიც ხელს უწყობენ და ნიადაგია კარგი მიკრობები რო გაიზარდოს იგივე რძის და რძიმჟავა პროდუქტების, ინულინის შემცველი პროდუქტების და ასე შემდგომ პროდუქტების, ანუ უფრო კვებაზე მეტ აქცენტს ვაკეთებდა მრავალფეროვნებაზე, როგორც ექიმი და ამას უთმობ გარკვეულ როლს და დროს. ვიდრე ხელოვნურად მივცე პრობიოტიკი ჩემს პაციენტს. ჯერჯერობით აი ეს მაგის მტკიცებულება არ არსებობს.